საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. თამარ ბერუჩაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სტუდენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და კმაყოფილება გამოთქვა საჯარო ლექციის ორგანიზებასთან დაკავშირებით. საჯარო ლექციის შემდეგ მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. საჯარო ლექციამდე საგარეო საქმეთა მინისტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორს შეხვდა, სადაც მას უნივერსიტეტის საქმიანობა, სასწავლო პროგრამები, არსებული ნოვაციები გააცნეს. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ღია შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეს იქნება ჩემის აზრით ძალიან საინტერესო დიალოგის ფორმატში წარმართული შეხვედრა საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანებზე, გამოწვევებზე. ეს იქნება დასაწყისი იმ სერიისა, რომელსაც ჩვენ გეგმავთ გავაგრძელოთ და ვისაუბროთ ჩვენთვის პრიორიტეტულ თემებზე საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრი გაიზიარებს სტუდენტებთან თავისი გამოცდილებას, მოუყვება სტუდენტებს დღევანდელ ვითარებებს, უფრო მეტად ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და სტუდენტებს დაუსვამენ სხვადასხვა საკითხებზე შეკითხვებს. თუ საქართველოს ნატოს შესახებ იქნება, ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რომ ასეთი დონის ადამიანმა გაუზიაროს თავისი გამოცდილება. საინტერესო იყო, ძალიან განხილული იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ესე ვთქვათ, სფეროში განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებები და განხილული იყო საქართველოს პრიორიტეტები ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო იყო ლექცია. სტუდენტებს ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება და მივესალმებით ამ ტიპის მონაცემებს სასურველი იქნება, უფრო ხშირად ჩატარდეს ხოლმე მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებთან. ძალიან საინტერესო იყო ეს ლექცია, იქიდან გამომდინარე, რომ სწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა უნიშნელოვანესია. ზოგადად ამ უნივერსიტეტში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მინისტრები მოდიან, გვესაუბრებიან, გვაძლევენ გამოცდილებას და შესაბამისად ეს არის ჩვენთვის ესე რომ ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი.